რისი დრო მოვიდა? მე ეჭვი მაქვს რომ კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი უნდა გააცნო ახლა ჩვენს მაყურებელს და ჩვენც ის გადაგვრჩენია რომ დაგითმოთ ახლა ბურთი და მოედანი და ჩვენც მსვენელის ამპლუაში გადავიდეთ. ძალიან კარგი. ჩვენ ძირითადად ქალებზე ვსაუბრობდით გასულ სეზონზე, თუმცა გადავწყვიტე რომ ახალი სეზონი. შენ პირდი რომ ახალი სეზონიდან იქნებოდა სიახლეები. მითხარი რა ხდება? კეთილი. მოკლედ ახალი სეზონიდან პირველივე გადაცემაში გადავწყვიტე რომ ერთ-ერთი პირველი მოგზაურის შესახებ ვისაუბროთ. აღმოჩნდა რომ ეს მოგზაური არის მამაკაცი, ამიტომ რატომაც არა. გვეღირსა, მეგობრებო, როგორც იქნა. მოკლედ, ვენეციელი ვაჭარი, მოგზაური და მწერალი მარკო პოლო, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანია, რომელმაც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთს მიაღწია. ბუნებრივი აბრეშუმის გზა წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო ყურადღების ეპიცენტრში, სწორედ ეს მსოფლიო მნიშვნელობის გზა. მოკლედ, მარკო პოლოს მსოფლიოს აღწერა ყველაზე პოპულარული წიგნია სამოგზაურო თემატიკაზე, რაც კი ოდესმე დაწერილა. წიგნი თვით მარკო პოლოს სიცოცხლეშიც პოპულარული იყო, თუმცა თანამედროვენი მის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებდნენ. მოგზაურის მარშრუტის შესწავლისას ირკვევა, რომ მას გაუვლია სამხრეთ საქართველოს, ასევე სომხეთის და თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიები. საქართველოს საზღვრის მახლობლად არის ნაკადული, რომლიდანაც მოედინება ზეთი ისეთი სიუხვით, რომ შეიძლება 100 გემი დაიდვირთოს ერთ ჯერზე. ეს ზეთი საკვებად არ არის გამოსადეგი, მაგრამ გამოიყენება როგორც საწვავი და ასევე სამკურნალო მალამო. მას შეუძლია ადამიანისა და აქლემის განკურნება მუნისგან. ხალხი მოდის ამ ზეთის მისაღებად და მთელს სამეზობლოში მას იყენებენ საწვავადო. ბუნებრივია აქ საუბარია ნავთობზე, რომელიც შირვანში მაშინაც მოიპოვებოდა და ბევრი დანიშნულებით იყენებდნენ, მათ შორის სამკურნალოდ და მყბენარებისგან თავის დასაცავადაც კი. ძველ დროს ამ ქვეყანაში ყველა მეფე მარჯვენა მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდა. ქართველები არიან მშვენიერნი, მამაცი მებრძოლის შთამომავლები, კარგი მშვილდოსნები და კარგი მეომრები ბრძოლის ველზე. არიან ქრისტიანები და ბერძნული ეკლესიის წესებს იცავენ. ისინი ატარებენ მოკლედ შეჭრილ თმას და სასულიერო ტანისამოს. მხარზე არწივის ნიშნით დაბადებაში ქართველ მეფეთა გამორჩეულობაზე არის მინიშნება, ხოლო ბერძნული ქრისტიანობა მართლმადიდებლობას გულისხმობს, რაც ოდითგანვე არის ჩვენი მრწამსი. ეს მოსაზრება ფართოდ იყო გავრცელებული იმ დროის ახლო აღმოსავლეთში და მარკო პოლოც ამ მოსაზრებას მიყვება. ეს არის ქვეყანა, რომლის გამოც ალექსანდრე ვეღარ წავიდა ჩრდილოეთით, რადგან გზა ვიწრო და სახიფათო იყო. ერთი მხრით მას აკრავს ზღვა, ხოლო მეორე მხარეს მთები და ცხენით გაუვალი ტყეებია. ზღვასა და მთებს შორის ამ ვიწრო გასასვლელში ალექსანდრე მაკედონელზეა, აქვე დავკონკრეტდები საუბარი, მხოლოდ რამდენიმე მეომარსაც კი შეუძლია მტრის დამარცხებაო. ეს იყო იმის მიზეზი, რომ ალექსანდრემ ვერ გაიარა ეს გზა. ქართველების მეომრობის, კარგი მეომრობის შესახებ ალბათ საქართველოს ისტორიიდანაც საკმაოდ ბევრი ვიცით, მათ შორის მარკო პოლოს აღნიშნავს ამ ყველაფერს. საქართველო მოქცეულია ორ ზღვას შორის. ჩრდილოეთით მას აკრავს შავი ზღვა, აღმოსავლეთით კი ზღვა, რომელსაც ბაქოს ზღვას ან გილანის ტბის სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. ის არის 2800 მილის გარშემოწერილობის, თუმცა სიმართლე გითხრათ, ეს ტბა უფროა ვიდრე ზღვა, რადგან გარშემორტყმულია ტყით, ხმელეთით და არანაირი კავშირი არ აქვს მთავარ ზღვასთან, რომელიც აქედან დაახლოებით 12 დღის სავალზე მდებარეობს. მსგავს აღწერილობას ხვდებით ბევრ სხვა მომენტებშიც და ძირითადად ეს ირანელ მოგზაურებსა და მემატიანებსაც ასე აქვთ ჩაწერილი. საქართველოში კი მარკო პოლოს აზრით არის მშვენიერი საკმაოდ დიდი ზომის ქალაქი ტიფლისი, რომელიც გარშემორტყმულია დაქვემდებარებული ქალაქებითა და რაიონებით. მოსახლეობა ძირითადად ქრისტიანია, ქართველების გარდა აქ ცხოვრობენ სომხებიც, არიან მცირე რაოდენობით ებრაელები და მაჰმადიანები, ანუ მუსლიმები. აბრეშუმი იქცევება სწორედ ამ ქალაქში, მოსახლეობა ცხოვრობს საკუთარი მრეწველობით და ემორჩილებიან თათრების ყაენსო. ქვეყანაში უამრავი სოფელი და ქალაქი აქვს. უხვად მზადდება აბრეშუმის ქსოვილები და ისეთი ნაქსოვი აქვთ, რომლის მაგვარიც არსად მინახავს. აქ ყველაფერი დიდი რაოდენობითაა იმისთვის, რომ ვაჭრობა და მრეწველობა აყვავდეს. მთელი ქვეყანა სავსეა მაღალი მთებით და ვიწრო ბილიკებით, რაც მას ადვილად დასაცავს ხდის. არსებობს კიდევ უამრავი ქალაქი, რომელთა ჩამოთვლაც ვფიქრობ მოსაწყენი იქნება, მით უმეტეს თუ ისინი არაფრით გამოირჩევიან. საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავთ. დედამიწაზე არსად არის ასეთი სონღული, ტბაში თევზითა და ტყეში ნადირით. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც. აქ ბევრია მთა, ხევი და
თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობაო. ასეთი დეტალური აღწერის მიუხედავად, დღემდე სხვათა შორის სადაოა მარკო პოლო ნამდვილად იყო თუ არა აღმოსავლეთში და თავისი თვალით აქვს თუ არა ეს ყველაფერი ნანახი, თუმცა აღწერილობა იმდენად ზუსტია. რა ბადებს ამეჭვებს? აკოპნის გარეშე ვინმეს აეღწერა ეს ყველაფერი ასე დეტალურად, როგორც ალბათ ვერ ამოწმებენ სათანადოდ ისტორიულ წყაროებში და სხვას უნდა ადასტურებდეს რამდენიმე ისტორიული წყარო ფაქტის ნამდვილობას და თუ კი სხვა ისტორიკოსებს, მოგზაურებს ან მემატიანეებს არ აქვთ მაგალითად ჩანაწერებში ის რომ მარკო პოლო ნამდვილად იმყოფებოდა აქ და მაგალითად მას შეხვდნენ ან რაიმე სახის გადაკვეთა ჰქონდათ, ამ შემთხვევაში ეჭვებიც ჩნდება. ასევე რა თქმა უნდა ჩანაწერები, რომელსაც მოგზაური აკეთებს, ყოველთვის გადამოწმებადი უნდა იყოს. მას ჩანაწერები საკმაოდ ვრცელი აქვს, ჩვენ მხოლოდ ნაწილს გავეცანით ახლა, შესაბამისად ალბათ არსებობს გარკვეული კითხვები, რაც მარკო პოლოს მოგზაურობებთან დაკავშირებით ჩნდება. თუმცა ეს ხომ არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ჩვენ ვამბობთ, რომ მარკო პოლო აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთამდე ჩავიდა. შესაბამისად, საკმაოდ ვრცელია მისი ჩანაწერები აღმოსავლეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა, რომ ეს სიახლე შემოიტანე, რომელსაც დაგვირდი გასულ წელს. ხშირად გაგანებივრებთ ხოლმე.